მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე ვაჟა ოთარაშვილი გახლავართ. დღეს ხუთშაბათია და ჩემი საავტორო გადაცემით ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. სანამ დღევანდელ ჩემი ძვირფას სტუმრებს წარმოგიდგენდით, მინდა სამძიმარე გამოთქვა, გარდაიცვალა ახალგაზრდა მხატვარი, შესანიშნავი ფერმწერი ირაკლი ბოლოკაძე და მინდა სამძიმარე გამოუცხადო მის ოჯახს, მის ახლობლებს, დატოვა საოცარი შემოქმედება ძალიან მორიდებულმა ქრისტიანმა კაცმა, ახალგაზრდა კაცმა, იგი 37 წლის გარდაიცვალა და იმედია, რომ სიკვდილის გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო დააფასებენ მის ძვირფას შემოქმედებას. ნათელში იყოს ირაკლი ბოლოკაძის უკდავისული. ხოლო დღევანდელი ჩემი გადაცემა მინდა დავიწყო სასიხარულო ინფორმაციით, რომ გამოვიდა ჟურნალ ხორნაბუჯის 2025 წლის პირველი ნომერი მაისის თვეში გამოვიდა. ჩვენ უბრალოდ წარდგენა დაგვაგვიანდა გარკვეულ მიზეზთა გამო. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა შევწირო მის მთავარ რედაქტორს და მუხჩაუხრელ შემოქმედს ბატონ გიორგი ნატროშის, ჩვენს მეგობარს, საოცარ პიროვნებას, თვითონაც საოცარ კაცს, რომელიც ძალიან მაღალი დონის დებულებით არჩევს ჟურნალ ხორნაბუჯის ავტორებს. როგორც წესი, ჩვენ ტრადიციად შემოვიღეთ ჟურნალ ხორნაბუჯის ყოველი ახალი ნომრის წარდგენა, მისი საოცარი ძვირფასი ავტორების მოწვევა გადაცემაში, ჟურნალის შესახებ საუბარი მთავარი რედაქტორისა, რომელიც მართლაც სულს დაგუსტებს ამ ჟურნალის გამოცემაში. ასევე მადლობას ვეუბნებით იმ სპონსორებს, დედოფლის წყაროს ხელმძღვანელობას, რომელთა დახმარებითაც ჟურნალი მზის სინათლეს ნახულობს და მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მარტო თქვა დედოფლის წყაროს ან კახეთის რეგიონის ჟურნალი, კი სრულიად საქართველოს მოიცავს. მისი გეოგრაფიული არეალი ავტორების არის დაწყებული აჭარიდან, დამთავრებული ზუგდიდით და დამთავრებული დედოფლის წყაროთი, სრულიად საქართველო. ამდენად ჟურნალი ხორნაბუჯი არის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიტერატურული პერიოდიკა საქართველოში და მისი ყოველი ახალი ნომრის გამოსვლა მინდა გითხრათ, რომ არის ზეიმი, პატარა ზეიმი იმ ყოფაში, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება. სხვათა შორის ჟურნალი არ ტოვებს არც ერთ მნიშვნელოვან თარიღს ჩვენი დიდი წინაპრებისა, დიდი შემოქმედებისა, რომ ხაზგასმით წინ არ გამოიტანოს ეს და მკითხველს არ აუწყოს. აი მაგალითად დავით გურამიშვილი 320 წელი, ხო, არავის არ ახსოვს დღეს საქართველოში 300 წლის იუბილესაც აღნიშნავდნენ და 320 და ასე შემდეგ, მაგრამ დღეს არავის არ ახსოვს არც გალაქტიონის, არც ვაჟა-ფშაველას, არც რუსთაველის, არც დავით გურამიშვილის, ჩვენი დიდი პაპების, დიდი შემოქმედების ბიოგრაფიული შტრიხები და ჟურნალი ხორნაბუჯი გადასვლით თუ არა პირველივე გვერდზე წარმოგიდგენს ჩვენი დიდი კლასიკოსის დავით გურამიშვილის პორტრეტს მისი უკვდავი შემოქმედებიდან ნაწყვეტ სწავლა-მოსწავლეთა. მე წარმოგიდგენთ ჩემი გადაცემის, დღევანდელი გადაცემის სტუმრებს, ბუნებრივია ჟურნალ ხორნაბუჯის მთავარი რედაქტორი, ჩვენი მეგობარი, საოცარი შემოქმედი, ბატონი გიორგი ნატროშვილი. მოგესალმები გიორგი. კიდევ ერთხელ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქართული ტელეს ეთერში. ასევე მინდა წარმოგიდგინოთ ჟურნალის ავტორები თავისი რუბრიკებით, პოეტები არიან დღეს ჩემი სტუმრები. ეს არის ნატალია ბეეტრიშვილი, ჩემ მარჯვნივზის და შემდეგ აკაკი გაბრიჭიძე. სხვათა შორის მინდა ასევე კმაყოფილებით აღნიშნო, რომ მათი პირველი წიგნების წარდგენაც იქნება ამ გადაცემაში. აი ნატალია ბეეტრიშვილის პირველი წიგნი მინდა გაჩვენოთ, ეს არის ბედნიერების საბურველი, პირველი პოეტური კრებული. სხვათა შორის აქვე მინდა აღნიშნო, რომ ნატალია ბეეტრიშვილის ლექსი ჩემო ფოტონო ქუჯის ლიტერატურულ ფესტივალის 2022 წლის ფინალისტია.
და ასევე აკაკი გაბრიჭიცის პოეტური კრებული შენამდე. მინდა ასევე ხაზგასმით თქვა, რომ აკაკი გაბრიჭიცის ბიძა მამაშიო გაბრიჭიძე შავნაბადას წინამძღვარი იყო, რომლის დიდი რუდუნებითაც აგებული იქნა ეს მონასტერი, მამათა მონასტერი და არა მარტო მან, არამედ ასევე იმოღვაწეობდა იგი თერგის ხეობაში და დიდი წვლილი მიუძღვის მთავარანგელოზთა სამონასტრო კომპლექსის მშენებლობაში. მეგობრები ვიყავით, ლექსო გაბრიჭიძე საერო სახელი და გვარი მისი, ჩვენ მაშინ ახალგაზრდა ლექტორები ვიყავით საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის იმდროინდელი გპ-ისა, ის მათემატიკას კითხულობდა, მე კიბერნეტიკას და მათემატიკურ მოდელირებას. აი დღეს სწორედ აი ამ ავტორების შესახებ და სხვა ავტორების შესახებ მოგვითხრობს გიორგი ნატროშვილი, ეს საოცარი პიროვნება, რომელიც აი ასე რუდუნებით დღევანდელი გაჭირვებული ყოფის მიუხედავად გამოსცემს ლიტერატურულ ჟურნალ ხორნაბუჯს. კიდევ ერთხელ გაჩვენებთ აი ამ ნომერს, როგორც ყოველთვის ჟურნალი ძალიან მაღალი გემოვნებით არის გაფორმებული, თითოეული მისი მხატვრობა ეს არ არის შემთხვევითი, არც ყდაზე გამოტანილი, არც ის მხატვრები, რომელთა ნამუშევრებსაც მეორე გვერდზე და სხვა გვერდებზე გვთავაზობს, ასევე წერილებს ხოლმე ჟურნალი და ამის თაობაზე უკვე დეტალურად ბატონი გიორგი ისაუბრებს, როგორც ჟურნალ ხორნაბუჯის მთავარი რედაქტორი, ანუ ჩვენ ტრადიციას ვაგრძელებთ. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, ასევე მინდა ვთქვა, რომ არ დაწყდეთ სხვა ჟურნალებს გული, დიდი სიამოვნებით დამიკავშირდით პირადში და მე დიდი სიამოვნებით ყველა ლიტერატურულ ჟურნალს, ყველა ღირსეულ ლიტერატურულ გამოცემას, რა თქმა უნდა აპოლიტიკურს, დიდი სიამოვნებით წარვადგენთ გადაცემაში და მოვაწყობთ გადაცემას ამ გამოცემულ ნომრებთან თუ გამოცემებთან დაკავშირებით. ეხლა მე გავჩუმდები და სიტყვის ალავერts უკვე გადავალ ბატონ გიორგი ნატროშვილთან, მე ტელეფონში მიწელია ბატონი გიორგი ხორნაბუჯელი. აი ესეთი შევარქვი ჩემ გულში, ჩემ მეგობარს გიორგი ხორნაბუჯელი და აი გიორგი ხორნაბუჯელს არ ეწყინება თუ ამას ვეთქვი, იმიტომ რომ ხორნაბუჯის ციხე არის ერთ-ერთი უმშვენიერესი და უმნიშვნელოვანესი ისტორიული, კულტურული, არქიტექტურული ძეგლი ჩვენი საქართველოსი და ღმერთმა აძლიეროს ეს მხარე და გააძლიეროს მისი მოსახლეობა. გთხოვ გიორგი, დავიწყოთ ნომრის განხილვა ტრადიციულად. უღრმესი მადლობა მოგესალმებით თქვენ ასევე გადაცემის სტუმრებს, ასევე ტელევიზიის მაყურებლებს და ასევე გილოცავთ ლომისობას ღმერთმა მისი მადლი არ მოუშალოს საქართველოს და გაამთლიანოს და კასპში მაცხოვრობას ველოცა. მაცხოვრობას გილოცავთ. რაც შეეხება ალმანახის ახალ ნომერს, მაშინ როგორც ყოველთვის რუბრიკების მრავალფეროვნებაა, თუმცა იგი იხსნება რუბრიკით ხსოვნა, რომელიც ეძღვნება ჯუმბერ უთრუთაშვილს. ეს ადამიანი იყო. კაი კაცი იყო ჯუმბერი. ერთ-ერთი წიგნი გამოცემაში წიგნის პოეტური კრებულის გამოცემის რედაქტორი ვიყავი, მაშინ ვიყავი გამოცემის ეროვნული მწერლობის დირექტორი. კი, კაი კაცი იყო, მეც ნათეთში ამბობს. კი, მახსოვს ჯუმბერის ნათქვამი. 4 კრებული გამოცემული როგორც აი არ მახსოვს რომელი, მაგრამ ერთ-ერთი კრებულის და თვითონ ჯუმბერი იყო დედოფლის წყაროს მწერალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი და დამაარსებელი იყო, ანუ მას რა თქმა უნდა ჩვენც ვიყავით, მაგრამ ძირითადად პირველი ასე ვთქვათ ხელმძღვანელი ჯუმბერი იყო და წლების განმავლობაში მის დაარსებაში და ამ ორგანიზაციის ასე ვთქვათ წასვლაში დიდი წვლილი აქვს მას შეტანილი. ამიტომ ჯუმბერის ასე ვთქვათ ცნობას ეძღვნება ამ ალმანახის პირველი გვერდები. არის რამდენიმე წერილი, არის მარინა ცხედიაშვილის წერილი ჯუმბერ უთრუთაშვილს. მარინას ყველა იცნობთ ალბათ, რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე არის და თვითონ მარინა
არბოშიკელია ისევე როგორც ჯუმბერ რუთრუთაშვილი წარმოშობის ოფლები მათი არის არბოშიკი. რაც შეეხება მეორე წერილს ნანა ჭიჭინაძეს წერილი არის ლექსია ზოგის ცხოვრების კრედო. ეს ორივე ჯუმბერის შემოქმედებას და ზოგადად პიროვნებას ეძღვნება. შემდეგ არის ჯუმბერ რუთრუთაშვილის ლექსები, რამდენიმე გვერდი ეთმობა მას და ასევე არის ჯუმბერ რუთრუთაშვილისადმი მიძღვნილი ლექსი გიული სამუკაშვილისა ამავე რუბრიკაში. რაც შეეხება პოეზიაში არის ბევრი ავტორები და მათ ახლა ჩამოგიტყვი ეს არის რაულ ჩილაჩავა, არის გიორგი ბალახაშვილი, ეკა ჯავახიშვილი, ნატალია ბეიტრიშვილი, აკაკი გაბრიჭიძე, თამარ ნასრაშვილი, ასევე ახალგაზრდა ავტორი ნათია კაპანაძე. და ჩვენ ხშირად არის ხოლმე ჩვენთან იბეჭდება თინა გახელაძე. ჩვენი მეგობარი და თანამებრძოლი. ამ ავტორებიდან ორი დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის კონკრეტულად ნატალია ბეიტრიშვილი და აკაკი გაბრიჭიძე და თავიანთ შემოქმედებაზე ისინი უფრო სრულყოფილად ისაუბრებენ და წარმოგიდგენენ საკუთარ შემოქმედებას. რაც შეეხება პროზაში არის გიორგი პაპუაშვილის მოთხრობა ქორწილი დედოფლის წყაროში. ძალიან კარგი ავტორი არის გიორგი და მისი შემოქმედების ერთი პატარა ნაწილი არის ეს მოთხრობა. ასევე გიგი ხორნაულის მოთხრობა ქისტი მამის ანდერძი, თეა ირემაშვილის ტყუპები და წივილა ესეთი მოთხრობა არის. ალექსანდრე კაკიაშვილის მოხუცი ბუკინისტი და ჯემალ მეხრიშვილის კილო მოთხრობა. ჯემალიც ჩვენი ტრადიციული ავტორი არის ეს დედოფლის წყაროელია სოფელ ოზაინიდან, არის ამჟამად კი თბილისში ცხოვრობს, მაგრამ პროფესიონალი პროზაიკოსი და გიორგი გელაშვილის ორი მოთხრობა არის წინაპართა ძვლები და ექსტრემალი. უკაცრავად ერთ-ერთი ავტორი პოეზიიდან გამორჩა, მე მგონი არ დამისახელებია, ახალგაზრდა ავტორია გიორგი ჩერქეზია, რომლის საკმაოდ კარგი ლექსები აქვს და კითხვის ეკნება საშუალება, რომ გაეცნოს მის შემოქმედებასაც. რაც შეეხება პუბლიცისტიკაში არის სერგი ლომაძის წერილი გრანელი გენიალური ქართველი პოეტი, რომელიც ტერენტი გრანელის არა მარტო შემოქმედებაზე, არამედ ცხოვრებაზეც ბევრ საინტერესო თვალსაზრისით შემოგთავაზებს და ძალიან საინტერესო წერილი არის და მე ურჩევ კითხვებს რომ სერგის პროფესიონალია და კარგი პოეტის. რაც შეეხება რუბრიკაში თარგმანი, ეს რუბრიკა მთლიანად როგორც თავიდანვე აღინიშნა დავით გურამიშვილის ასე ვთქვათ საიუბილეო წერია და მთლიანად დავით გურამიშვილის ადმი არის მიძღვნილი, კონკრეტულად უკრაინელი პოეტები არის, რომელთა ლექსების თარგმანი შესრულებული არის თამარ გაბოძის მიერ. ეს ავტორები არის ვიტალი კოროტიჩი, ვასილ სიმონენკო, ივან დრაჩი, პავლო ჭიჩინა, ფეოდორ გარინი, ანატოლი ორიოლი და ანტონ შევჩენკო. და მათი ლექსები მაღალ ოსტატურად არის თარგმნილი და ასევე ძალიან კარგი. ძირითადად დავით გურამიშვილს ეძღვნება, მაგრამ ასევე საქართველოს და უკრაინას არის რამდენიმე ლექსი ამ შემოქმედებაში. ჩვენი კასტრელი პედაგოგია თამარ გაბოძიკი. რაც შეეხება რუბრიკას ისტორია, აქ არის ნანა ჭიჭინაძის წერილი, პატარა კახის ანუ ერეკლე მეფეზე საკმაოდ მოცულობითი წერილი არის. ხელოვნებაში კი არის შემდეგი წერილებია: ხურცლევას წერილი, ნათლისღება და მარადიული ღირებულებები დედოფლის წყაროში. ძალიან საინტერესოა. კი, ეს სხვათა შორის ჩამოსული იყვნენ ამ წლის დასაწყისში. მაყვალა ასპანიძე იყო ჩამოსული და ია ხურცლევა
დედოფლის წყარო ასე ვთქვათ დაათვალიერეს აი სერაფიმე საროველის ტაძართან გადაღებული ფოტო არის კონკრეტულად ამ მასალაში გამოყენებული. სხვადასხვა ეს სერაფიმე საროველის ტაძარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტაძარი არის იმითაც ცნობისათვის ვამბობ ამას რომ სერაფიმე საროველი წმინდანად შეირაცხეს და რომელ წელსაც წმინდანად შეირაცხა სერაფიმე საროველი იმ წელს იკურთხა ეს ტაძარი სერაფიმე საროველის სახელზე. ვარა საინტერესო. ანუ ეს ტაძარი სავარაუდოდ შენდებოდა ეს საკმაოდ საინტერესო არქიტექტურის ტაძარი არის და ძალიან ძლიერი ისეთი არქიტექტურა. და როდის დასრულდა მშენებლობა გიორგი? 15 წელს. და იმავე წელს იკურთხა დაწყებული იყო სავარაუდოდ მშენებლობა და იმ წელს აგვისტოში შეირაცხა წმინდანად სერაფიმე საროველი. და იმ წელს არის ნაკურთხი ეს ტაძარი სერაფიმე საროველის სახელზე. და სავარაუდოდ მე ჩემი ვარაუდია ეს ყოველ შემთხვევაში, მაგრამ მე მგონი რომ საფუძვლიანი ვარაუდია, იმიტომ რომ სამთვეში სერაფიმე საროველის სახელობაზე სხვა ტაძარი ვერ აშენდებოდა და ეს ტაძარი მის სახელობაზე არის ნაკურთხი 2015 წელს. 2000 კი რა 1915 წელს. უბრალოდ დიდი წმინდანი. რაც შეეხება ასევე არის მარიკა პოპიაშვილის წერილი იუმორნეს საიუბილეო კონცერტს, რომელიც შეეხება აქ თვითონ ჯემალ და გია ბაღაშვილებზეც არის ძალიან საკმაოდ ინფორმაცია. ჯემალი და გია თვითონ დედოფლის წყაროდან არიან, ისინიც არბოშიკიდი, სოფელი არბოშიკიდან არიან. და მათ შესახებ არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ასევე არის ნანა ჭიჭინაძის წერილი, რომელიც საოპერო ხელოვნებას და კონკრეტულად ერთ-ერთ წარმოდგენას ვერთერს ეხება, რომელიც სულ წლის მიწურულს გაიმართა და მათ შორის ტაცუია ტაკაჰაში იაპონელი მომღერალიც იყო მონაწილეობდა და ამის შესახებ არის ეს მოკლე წერილი. რაც შეეხება ყდას, ყდა გაფორმებული არის ყდის პირველი გვერდი ჩანს ალბათ ეს არის დედოფლის წყაროს ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში შედის არწევის ხეობის ბუნების ძეგლი. ეს არის არწევის ხეობის უბანი და მეორე უბანი არის ხორნაბუჯის ციხე. ხორნაბუჯის ციხითაც არაერთხელ ყოფილა ჩვენი ალმანახი გაფორმებული და დაინტერესებული მკითხველს მისი ნახვის საშუალება ჰქონდა. რაც შეეხება მეორე გვერდს, თქვენც აღნიშნეთ, რომ დავით გურამიშვილს ეძღვნება ყდის მეორე გვერდი, ყდის მესამე გვერდზე არის წარმოდგენილი ინფორმაცია დიაკვან მირიან ფალიანის შესახებ, რომლის ნახატებითაც არის გაფორმებული ყდის მეოთხე გვერდი და მის მშვენიერ ნახატების შესანიშნავი პოეტი თვითონაც და მაგისიშვილი კიდევ უკეთესი ოთარ ფალიანი. სხვათა შორის წინა გადაცემაში სტუმრად რო ყოფილიყო და მაშინ ცუდად იყო და ვერ მოვიდა. მაგრამ მე მყავდა ადრე გადაცემაში ერთ-ერთი პირველი გადაცემა როცა აქ დავიწყე ოთარ ფალიანი მყავდა გადაცემაში კი. კარგი პოეტია წარდა. და მისი მშვენიერი ნახატებით არის გაფორმებული ყდის ბოლო გვერდი და დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია შეაფასოს როგორც ნახატები, ასევე რა თქმა უნდა ალმანახის შინაარსი გაცნობის შემდეგ. სულ მოკლედ ეს არის რაც შეიძლება გვესაუბრა ალმანახის შინაარსზე და ახლა ალბათ ავტორებს გადავცემთ სიტყვას. მე მინდა წარმოგიდგინოთ ჟურნალის ავტორები ნატალია პეტრიშვილი, იგი დაბადებული 1980 წელს, დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, როგორც ბაკალავრიატი, ისე სამაგისტრო პროგრამა. 2001 წლიდან მუშაობა დაიწყო სკოლა ლიცეუმ პრომეთეში და ამჟამადაც 2011 წლიდან 11 წლამდე სხვადასხვა სამსახურში მუშაობდა და 2011 წლიდან დაუბრუნდა თავის სკოლას და სადაც ამჟამად დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს. ლიცეუმი პრომეთე ერთ-ერთი ცნობილი საგანმანათლებლო კერა საქართველოში და გამორჩეული მე ვიტყოდი. მისი ჩანახატები პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ ჭოროხში 2012 წელს და ასევე მის იგი ნაწარმოებებს ურაყ-პარაკის სოციალურ ქსელში ათავსებს.
მისი პირველი პოეტური კრებული ბედნიერების საბურველი მე კიდევ ერთხელ მინდა გავჩვენოთ. ძალიან საინტერესო პოეტური კრებულია, მისი ლექსები ბეჭდება ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში, ეს იქნება ჭოროხი, იქნება ალმანახი ხორნაბუჯი თუ სხვა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ ნატალია ბეეტრიშვილის ლექსმა ჩემო ფოტონო ქუჯის ლიტერატურული ფესტივალის კონკურსზე ფინალისტობა დაიმსახურა 2024 წელს. ამჟამად მოთხრობების გამოცემაზე, ახალი კრებულის გამოცემაზე მუშაობს, ასევე მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ ყავს სამი შვილის დედა, ღმერთმა გაუზარდოს და ბედნიერი უპყრობს და მშვიდობიან საქართველოში ცხოვრობს. ასევე მინდა წარმოგიდგინოთ მე მეორე ავტორი, ჩვენი დღევანდელი სტუმარი, ეს არის აკაკი გაბრიჭიძე, რომელიც 1986 წელს არის დაბადებული ჭიათურაში, მას დამთავრებული აქვს ჭიათურის მეშვიდე საშუალო სკოლა. ცოლშვილიანია, ერთი შვილი ყავს, შიო გაბრიჭიძე, ვაჟკაცი. 2003-2007 წლებში დაამთავრა სასულიერო სემინარია, არაერთ ლიტერატურულ ფესტივალში ღებულობდა მონაწილეობას, მისი ლექსები სხვადასხვა ლიტერატურულ პერიოდიკაში ბეჭდება, როგორც ხორნაბუჯი, ასევე ლიტერატურულ საქართველოში. პირველი წიგნი შენამდე 2024 წელს გამოსცა, მე კიდევ ერთხელ მინდა გავჩვენოთ ეს კრებული, ძვირფასო ტელემაყურებლებო და წელს კიდევ ვაპირებს ერთი კრებულის გამოცემას. მისი ყველაზე დიდი ჯილდოა, რა თქმა უნდა, ვაჟკაცის შიო გაბრიჭიძე და აი ეს კრებული შენამდე და პოეტებისთვის, რა თქმა უნდა, თითოეული წიგნი ჩვენი შვილია და ჩვენი სისხლი და გენია. ამჟამად სკოლაში მუშაობს და ასწავლის რელიგიას. მე ახლა ისევ გავჩერდები, დავდუმდები და სიტყვის ალავერს გიორგი გადავარ ჩვენ სტუმრებთან, რომლებიც თავის შემოქმედებას წარუდგენენ ჩვენს ტელემაყურებელს, როგორც ჩვენ ტრადიცია გვაქვს, ჟურნალი ხორნაბუჯის წარდგენის დროს. პირველ სიტყვას ქალბატონს გადავცემ, ნატალია ბეეტრიშვილი თავისი ბედნიერების საბურველით წარმოგიდგება გადაცემაში. დიახ. პირველ რიგში უმეტესი მადლობა მოწვევისთვის. კარგ ადამიანებთან რომ მიწევს გადაცემაში ყოფნა და წარმატება მინდა უსურვო ასევე ამ გადაცემას მომავალშიც. რა ვიცი, წავიკითხავ ალბათ. ლექსები იყვნენ, ზოგადად მე კონვენციურ ლექსებს არ ვწერ, მაგრამ უფრო საინტერესო ყოფილიყო და წასაკითხავაც. მე ჩემს კრებულს ქვესათაურად დავარქვი ჩუმად წასაკითხი ლექსები და ამიტომ მოვიტანე ძირითადად ახალი ლექსები, რომელიც შედარებით ხმამაღლა შეიძლება რა წაიკითხო. ათვლის წერტილი ასე ქვია. კი ბატონო. შენ დროს ითვლიდი თვეებში, მე დროს ვსომავდი წამებით. ცხრახელ გადავლილ ველებში, ცხრაჭვალ გადავლილ ყანებში, მე ათვლის წერტილს ვარჩევდი. შენ დილას კითხვით იწყებდი, მე ოცნებებში ვახვევდი ყავა, შაქრით თუ უშაქროთ, დილა მოკლე თუ უვადომს, უკვე ამბებით მარჩენდი. ტანის სიზმრებით შევმოსე, გონება ვკვებე ფარვანით, მოჩვენებების მეჯლისზე მორევს მიცემი, ჭენებით სიკვდილ სიცოცხლეს მარხავდი და ახლა, როცა ყველაფერს ფერების სხია იმედის, როცა სურნელობს უზადოდ, როცა ყვავილებს უგალობ, მე არაფერი მადარდებს, რადგან ვიპოვე წერტილი სიცოცხლის ახლად დაწყების. და ზოგადად ეს ლექსები დამეხმარა მე, რომ ეს ათვლის წერტილი მეპოვა და შესაბამისად ყველა თანაბრად მიყვარს. მე მაგალითად გიჩერდი, რომ ჟურნალიდან ჩვენ ეს შევძელით ეს ლექსი წაგეკითხა. ой, შეიძლება რომ აქედან წავიკითხო. აი მოგაცვით მე ჟურნალს. და გრძელია და მე ჩავთვალე, რომ შედარებით მოკლე რაც იქნებოდა ის წამეკითხა. რა გავათენე? მხოლოდ ხმამაღლა და ძალიან გამო. ხმამაღლა. შევეცდები.
რა გაათენებს, რა გადააგორებს ლოდივით მძიმე წამებს, რა დაძრავს ტრავერტინებს, საცრემლებთან აღარც წვიმს, აღარც თოვს, ვერც მიტევების, განტევების თუ გასავების დადგა დრო. წლობით შენახული არ გამზეურებული თეთრეული სახსრების ტეხვით განაწილდა, ზოგი წყალში, ზოგი სარეცხის თოკებზე და დანაშაულის დემონმა უფრო ფართოდ გაშალა მხრები. კუდიც მოიქნია ყველა გზნობა, მილეწა და დაასახიჭრა, გარდა ღალატისა. უსუსური კნავილი თავის სამართლებლად ჰაერში მიკრონაწილაკად დაიკარგა და ყულფის მირაჟი უფრო მკვეთრი გახადა. გააფერა და გაალამაზა და ქვეშ ტაბურეტით შეუდგა საამო პატიჟით, რა გადააგორებს ჩაკერქულ მონოლითს. ზმანებები რომ დაასდევს სიგძე სიგანეზე, კასიშვილიც არაა პერიმეტრზე კაცისა და მით უფრო ღვთისა. მე რამდენად დამხვდა ეკლესია დაკეტილი, მე რამდენად შემეყინა ლოცვისა და სანთლის სურვილის სურვილებად. ყველაზე მეტად მაშინ გავბრაზდი, მაშინ მომივიდა ჩემს თავზე გული, როცა აღმოვაჩინე, რომ ჩემი უფალი ისევ მიყვარს და მასთან კვლავ მიმიწევს გული მიუხედავისა. რა გადააგორებს ამ უშველებელ, დაუსრულებელ დღეს უფალო, შენ დამეხმარები, ისევ შენ და შენი ანგელოზები გამომაბავ თუ ხილავ ფრთებს და ჩემი სურვილის მიუხედავად, ჩემი ავადმყოფული წარმოსახვის, დაუდევრად გადაგორებული ქვის, საფლავის ქვად ქცევის ნაცვლად, საჯილდაოდ მიქცევ და ერთად ვიამაყებთ. ჩვენ ეს შევძელით. მადლობა. რა კიდევ სხვა რომელი ლექსი გაქვს? ხო, რამდენიმე მოვამზადე და ბევრი თან მინდა რომ მოგაწყენოთ. არ დავწერ ლექსებს დედას. ესეთი ლექსი მივუძღვენი დედას. არ დავწერ ლექსებს დედაზე, არა იმიტომ რომ უკვე ბევრი დაიწერა, უკვე ბევრი ითქვა, იმიტომ რომ ვერაფერს ვიტყვი ახალს, არა. უფრო იმიტომ რომ იმ დედების შემრცხება, ვისაც ვერასდროს მიუძღვიან ლექსებს შვილები. არ დავწერ ლექსებს სამშობლოზე, ვის ვეფიცო, რას ვეფიცო. როცა ჩემს სამშობლოში სახლის კიბეებზე ბალახი ბატონდება, მინდვრებში მარმუჭი თუ ჭანკა ქალაქში გადამთიელი. არ დავწერ ლექსებს სიყვარულზე, არაფერს ისიარნებს, სიტყვები როგორც სიყვარულს. ასე ვიცოდი და ასე მწამს ახლა. ალბათ ამიტომაც ის ავირჩიე მეწყვილად, ვისაც არასდროს არაფერი დასთენია სიყვარულზე. არ დავწერ ლექსებს მეთქი, არც დედაზე, არც სამშობლოზე, არც სიყვარულზე. არამედ ავდგები, დილას ოჯახს, საუზმეს მოუმზადებ, მერე წავალ სამსახურში ვიმსახურებ. საღამოს კი სახლში წასვლამდე ძლიერ ჩავეხუტები ჩემ დედას და ვიტყვი, რომ ძალიან მჭირდება. განა ამაზე დიდი პოეზია, სხვა რა უნდა დავწერო. კიდე წაიგეთ. ალბიციას ლექსი გადაგავარდა გავიტყვი. ალმანახში წარი დაბეჭდილი კი. 9 წყარო ესეთი ლექსი მაქვს ახალი, რომელიც არ არის კრებულში. 9 წყარო ახალგორის რაიონში ქსნის ხეობაში ქსასუერთდება. მე ჩხორო წვარი 9 ჭას ნიშნავს და აი რაღაცა აქედან წამოვიდა და იქ რაღაც ისეთი ლეგენდებიდან წამოვიდა ეს ლექსი და შთაგონება იყო გიორგი ბალახაშვილის ლექსი წყარის დიდაო ესე ქვია და მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გიორგი ბალახაშვილს გადავცე ესე ეთერიდან. ისათვის მინდა იცოდეთ რომ მაგალითად დინარე ქსანი აი ქსანსუერთდება სწორედ აი ამ 9 ნაკადულიდან იღებს სათავეს და 9 წყაროა სათავე დინარე ქსანის. ისევე როგორც ისაც 9 წყარო არის დინარე ლეხურის სათავე და 9 ძმულა არის ქსნის სათავე. აი ესეთი 9 პატარა წვეთებად იწყებიან ეს მდინარეები. კავკასიონის ერთი ქედის სხვადასხვა მხარეს, ერთი მარცხნივ, ერთი მარჯვნივ. ანუ მდინარე ლეხურა კასპიის რაიონში და მდინარე ქსანი, სამწუხაროდ ახლა სათავეები ოკუპირებულია ჩვენი ამ მდინარეებისათვის. ისე 9 წყარო არის მდინარე ლეხურის სათავე, 9 ძმულა არის მდინარე ქსნის სათავე. დიახ. ძალიან საინტერესო ამბავია ჩემთვისაც და ზოგადად ეს 9 რიცხვი ჩემთვის ძალიან ისეთი სიმბოლური და მისტიურია. 9 წყალში სანამ განვიბანები, მოვა იგრიკა, მოვა მაისი, მერე ბებერი მუხის ტორები, მერე ნატანჯი ფიჭვის ტოტები ჩურჩული ტყეში სიტყვებს გაისვრის.
გულზე ელდები მომედებიან, ცივი წყლებისგან სხეულში ჭვალად, თითო ნეკერჩხალს ვიღაც მეძავი, თითო ცაც, თითო სულგარეწარი მის სქელ მერქანში დაარჭობს მანჭვალს, დავარდობისთვის გადანახული, ეთერზეთებად ნაჟური ვნება, ყველა სცენისგან განიძარცვება, განიმოსება ყველა ცხრა დევთან ნადგამი წყლებით გაიცლის ცოდვებს და ოჩხომურის წყალს განატანი, აფეთქებული ბირთვობმებისგან, ოჩოკოჩების მითებს ათლილი სისხლგამომშრალი განტევებისგან, შეშლილ ზმანებად გადავიქცევი და ცხრავე წყალზე, წყარის დიდაო მომეძახებენ. მადლობა, ეხლა მინდა სიტყვის ალავერს გადავიდე აკაკი გაბრიჭიძესთან, კიდევ ერთხელ მინდა ვაჩვენო მისი წიგნი შენამდე 2020 წელშია გამოსული და გთხოვთ რომ წაიკითხოთ აგერ წიგნიც და გნებავთ ტელეფონიდან წაიკითხეთ. მოგესალმები თქვენს გადაცემას, თქვენ მოგესალმებით, მივესალმები თითოეულ მონაწილეს და ავტორს ხონა ბუჩისას. ჩემთვის ძალიან სასიხარულო მომენტია და ფაქტია ყოველივე ეს და ეცდები ჩემ შესახებ ჩემი ლექსებით ვისაუბრო. ძალიან კარგი. ჩემს ლექსს ამ შემთხვევაში ქვია ავტოპორტრეტი. არ მიცხოვრია სხვისი ცხოვრებით, რომ ჩემი მქონდა, რადგან მყოფნიდა. წუხთან ალერსი გრძნობამ მცხონებით მე მიმღებლობის უარყოფიდან. არ მშურებია ბოღმის შარაზე, თუმცა მომყვება ნაკლი ხინჯები, თუ ვინმე მწამით დამიშავამე, რომ ვუპასუხო დავმახინჯდები. გულით მოვდივარ სადღაც რაციო, ჩემი ეკლები მეკცა ბილიკად, თუ შეგიძლია ზურგი მაგციო, გამზადებული ვდგავარ ბილინგვად, რომ სიყვარულით როგორც ნარჩენ ფაქტს, დავესესხები სულის უკუნეთს, შეუბღალავად ვიღებ არტეფაქტს, მიახლებამდე შორით უყურებ, გაუბედავი ზოგჯერ ხმა, საღი, სინდის მოვყვები სასრულ, ექოდან ვერ გავიჩერე ზისხის ნასახი ოღონდ ავის ხვის არ გამეგონა. შევქმენი მცირე, თუმცა მომავალს, ვუტოვებ იოც აღსასრულამდე მე ჩემი სულთქმის აწმყოს მომავალს. ცოცხალ ფრაგმენტად დავასურათებ მივდევ დინარეს, აღმა იდუმალ, ვისწავლე ხატვა ნატურმორტებით, რომ გავამხილე ცით საიდუმლო როგორ გავცოცხლდი. ავტოპორტრეტი არ მიცხოვრია სხვისი ცხოვრებით, რომ ჩემი მქონდა, რადგან მყოფნიდა. წუხთან ალერსი გრძნობამ ცხონებით მე მიმღებლობის უარყოფიდან. შენერი ლექსია. სხვადასხვის ჩემთვის ძალიან დიდი მუხტის და მაგალითის მიმცემი იყო ყოველთვის ჩემი ბიძა მამაშიო არქიმანდრიტი შიო გაბრიჭიძე, რომელიც არა მხოლოდ ლექსით გამოირჩეოდა თავის პირველ რიგში თავისი საქმით და საქმიანობით. წითელ ხიდზე აშენა მონასტერი ფოკაში, დარიელის ხეობაში და შავნაბადის მონასტერი და შენებელი სულით შენებელი ადამიანი იყო და მას ეკუთვნის ალბათ ის ნიჭიც მამაც შემიც რა თქმა უნდა წერდა, მაგრამ მე უფრო ამ შემთხვევაში ბიძას ჩულებში დავაბრალებდი ამ ყოველივეს და მადლობა ყოველივე ამისთვის მას. საქართველოს და ვიტყვი ერთ ლექსს. საქართველო აქ მთებია შენ სულთან, აქ მობღავის არაგვი, აქ ტკივილი ვერ სუნთქავს, აქ არ აგძულს არავინ, აქ მამა მყავს მე ღმერთად, აქ დედა სიცოცხლე, აქ შენდები ნანგრევთან, აქ პასუხცემ ვინც მომდევს, აქ წინაპრის სუნთქვიდან რწმენის წყარო მიმზერის ვიცი რა ცრუ წმინდა სხვათა შურის მიზეზი, აქ სამყარო ღვინდება, აქ კვართია უფლისა ვეღარაბი ბინდება, ვინც ხელს ახლებს უღირსად, აქ სიკვდილზე მართველობ ხმა არისმის სვავების ზეციურ საქართველოს ვწდები გარდაცვალებით, ხვდები თუ რა მადლია აქ ბარსა და ვენახებს სიყვარულმა დამლია, სხვა სამოთხე ვერ ვნახე. ბრავო. ჟურნალ ხორნაბუჩი, შენი მშვენიერი ლექსია, შენ ვაშკაცზე დაბეჭდილი შიოზე. წაიკითხე.
აუცილებლად წავიკითხე. შვილს შიოს. ზეპირად წავიკითხავ. ბატონო, წაიკითხე ზეპირად, იცი? მინდა ისე გაგვეზარდო, გზარდოთ დედამ, მამამ შიო, ხორციელთან სულიერი საზრდელი არ მოგაშიოთ. დროგი გადის ნაჩქარებად, წამებს არ ცნობს მარდისიო, ორ ნახევარს გადაასწარ, სამახო ჩემო შიო, როცა გხედავ გული ფეთქავს, სითბო გიდუხს თვალებშიო, მამი მე რა მომიტანე მესმის მოსულს კარებშიო, ხელმეორედ ვიბადრები ღიმილშიო, მერე მეტყვი, ჩემო მამი საჩუქრებთან მიმიშვიო, მიყვარხარო ისე ვამბობ, ჩამაცხრები ამ გულშიო, ჩაგკოცნი და ჩაგეხვევი მამაშვილურ ალერსშიო, მამი ზოგჯერ ძილი გაფრთხობს, გუდიანი ღამეშიო, ხანაც კევი მოგინდება, ხანაც ღვინო, მარანშიო, მაგრამ ჩემო პაწაწინავ, ცუდი რა მაგაშიო, მინდა დედას გავეჯიბრო, შენზე სრუნვა ამაკშიო, დავმარცხდები ვიცი, ჯერა, მაგრამ მინდა ჩემ თავს ძლიო, ორმაგად რომ ვიამაყო, საამაყო, ჩემო შიო. ბრავო, ბეთმა, გიდგერითელოს და გემზერთელოს შენი შვილი. ერთ ლექსად წავიკითხავ, ბატონო, შესაძლებელი. ისე ბიძაშვილიც კარგი ლექსი აქვს, მე კრებულში არის. რომელი? მამა შიოზე. კი, მაქვს. წაიკითხე, კი ბატონო. ახლა წავიკითხავ ჩემს დამოკიდებულებას ლექსთან. როგორ ხედავ, როგორ თქვი, ჩემი სიტყვებით ასე თქვა. მინიმაც ლექსია, წერტილიც ლექსია, ფიქრების სექცია, განცდების გამთქმელი. მწკარედიც ლექსია, ხმაურიც ლექსია, ლექსები თუმცლიან, უხილავ ამბორით, სიმღერის ნაკადით, მე რითაც დავკავდი ვიყავი არ მყავდი თითქოს დროს კარგავდი. მოდიან ფიქრები თავკერძა, შენ თითქოს მიქრები მე გეტყვი, აქვე ვარ. ლექსები ცეცხლია, ლექსები ზღვარი, ნაკადად მერწყმიან, არა აქვთ მათ ზღვარი. აწმყოში ხეტებას ბოლომდე შევწვდები, რომ უფლის ხატებით უძლურმა შევძელი. რითმების მეკვლე ვარ, დილა ვარ აისის, ეს სული შენ ყვება უსმინე, ხმა ისმის. აზრებთან თერძი ვარ, თერგი ვარ, ხმაურობ, უთქმელად მეტი ვარ ნათქვამით ნაკლები. ვალაგებ ბევრ წვრილმან სურვილთა ამკრები ლექსია, ოქტავა სიტყვათა მნათობი, რომ ზოგჯერ შორსახა, რომ კორიანტელით, აზრებით უკუნით, ხმაურით, ავებით მოდიან, სვავებით მოდიან, გრუხუნით, რომ დავდო ზავივით, სულიდან უყურებ. ქარივით მუსიკობს, ლექსების არია, შევუშვი გულში, რომ მომედოს, ამრიოს მე უსმენ ბაირონს, ანგები აი რომ მიმოდის ტალღებად, ავხდებით, ახდება ეცემა გულის პირს, გრძნობათა წვიმები ახლოს ვარ, ნუ გიკვირს, ჩვენც გავარწივდებით, ვერ გავცდი ტაეპებს, რითმებთან დავები, მეც გავუკვდავდები, ლექსი მყავს, თავდები, ტანსრული ლანდები, ცისლიან დაგებით მოჰყვება, ანდების სიმაღლით განდობას ოდესღაც, ნანგრევის სევდიდან ბარგდები, სითბოთა ამკრები ღმერთს უხდი მადლობას, ქარივით მსუბუქი რომ ზოგჯერ სულ უხვი იმდენად ვლაღდები, თვით იალაღებით განვიარაღდები. მოდის და მოანგრევს, იმედი ველმინდვრებ შენ, გრძნობას მომანდობ მე, ტრფობით შენს კიდეს ვეცნობი, ვაახლებ განწყობის ნაფეხურს, რომ მერე გავამხელ გიამბობ, აქვე სულ ასე ხურს, ასე დუხს, ლავებად ლექსები, მიყვარხარ რამე თუ გეწუნება, გეწუნები. ბრავო. აქ არის დაბეჭდილი სხვათა შორის ეკა ჯავახიშვილის მშვენიერი ლექსები. კი, ძალიან და კარგი. მე მინდა ერთი ლექსი წავიკითხო, სამწუხაროდ არ არის. მე გონი ერთხელ მყავდა სტუმრად, არა ეკა არა, ჯავახიშვილი. უნდა ყოფილი იყო, მაგრამ საბერძნეთში იყო და ჩამოსვლას აპირებდა და ეხლა ისევ საბერძნეთშია. ეხლა ჩამოვიდა, აი. ეხლა ჩამოვიდა და შემდეგი ნომრისთვის ხო, ეკა ჯავახიშვილი, კი ბატონო, მოვიწიოთ მე და მისი ერთი ლექსი წავიკითხო, რომელსაც ქვია შეხვედრა. ეს არის ჟურნალის პირველ ნომერში დაბეჭდილი, რომელსაც ვიხილავთ. შეხვედრა. ის იყო გამოვლ ლეშხიდან
დავრაზმე თვალები მსტოვრები შემხედა ველური ეშხით და გულზე ალ დამადო ტორები ავიწვი ყაყაჩოს ალმურით შემწყარი უცაბედ ამხედით წამწამთა ტევრიდან ამური მიმზერდა საყვარლად თავხედი იმ ჭკვაზე ვიყავი უარი რომ მეთქვა ჰაი რომ არადა ავხადე სიგჟეს უალი დილამდე უკითხე ბალადა აცეკდნენ თვალებში ჭინკები ძლეულნი ნაპერწკლით ამ ციდით და როგორც დაცლილი ჭიქები ნამიან ბალახზე დავწვიდით აი პოეზია ბრავო ბრავო ეკაჯავახიშვილი სხვათა შორის აი პოეზია ნახე საოცარი ხატსახეებით სავსე შენ როგორც წესი ყველა ნომერში ესეთ მარგალიტებს ინახავ მე არ შემეხზე ჩამოვიდა ესე იგი საბერძნეთთან ეკაჯავახიშვილი მე სხვათა შორის ვადევნებ მის პოეზიას და იმიტომ შემთხვევით არ დედა გარდაეცვალა და მინდა ეხლა დიდი ხანი ერთი რამოდენიმე კვირის ამბავია და თქმა გაანათლოსაც ფერი განათელ შემყოფოს დედამის აი მეორე ლექსიც ბეთთან ჩივილი მომიტანს არცრას დროან აჩაღებს ან აკრობს კოცონს სანამდე ლექსთან გავდივარ ჯვარცმას იქამდე უნდა იუდამ კოცნოს უნდა უარმყოს მრავალმა პეტრემ დამცინონ ლაფი შემომაყარონ თვლი გოლგოთამდე დარჩენილ მეტრებს ვერკომ პოეტი ქალის სამყარო გალატის ქარი დაჰქრის უცხრები აჯილდოებენ ასოქროდ ხელელს თვალებზე მადგაც რემლის კურცხლები ხვალ პილატეში დაიბანს ხელებს ახია შენზე მეტყვი ამ მსჯავრზე უმეცარნი და შურით მთვრალები ჯერ დაუწერელ ლექსების ჯვარზე მიმაჭედებენ შენი თვალები მაგარი პოეზია თითო ლექსიც ახლა ნატალიას და აკაკის გნებავთ ჟურნალიდან ჟურნალ-ხორნაბუჯიდან გნებავთ თქვენი წიგნიდან თქვენი შემოქმედებიდან და გიორგი ხო არაფერი გაქვს დასამატებელი ან ვინმეს წარმოჩენა ხო არ გინდა და გული ხო არ გწდება მინდა გიორგი ბალახაშვილიც მაგრამ ჯერ წაიკითხო და თუ გვექნება დრო კი ბატონო წაიკითხე პირველ რიგში კიდევ თუ ბოლო რიგში როგორ უნდა თქვა არ ვიცი ბატონ გიორგის მინდა რომ მადლობა გადაუხატა ზოგადად იშვიათი ისეთი ადამიანები დღესდღეობით ვინც ასე დაეძებს ესე მარცვალ და ასე აგროვებს ადამიანებს და აფასებს და ხო ნუ ეხლა შემოყვალა ერთნაირი სიძლიერის პოეტი ვერ იქნება მან ზოგი ახალია ზოგი ძველია თუმცა მათ წარმოჩენას და ცდილობა რომ ფართო საზოგადოება იცნობდეს დღესდღეობით ამას ძალიან დიდი საქმე ქვია და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ გიორგის, იმიტომ რომ ეს სკოლაში წავიღეს ჟურნალი და უკვე ბავშვები რო შემოდიან, იქ სხვადასხვა ჟურნალები ვცდილობ ხოლმე რომ ბავშვები თანამედროვე პერიოდიკებს გაეცნონ და იქ აღნიშნეს პედაგოგებმაც რომ აი საკმაოდ დიდი საქმეა დღესდღეობით რომ ესე ადამიანი ამხელ პატიოსტებს პოეტებს და ავტორებს, სხვადასხვა ჟანრის ავტორებს და აქვეყნებს. რაც შეეხება გიორგი ბალახაშვილს ძალიან გამიხარდებოდა დღეს ის ჩვენი მეგობარია და ძალიან კარგი ადამიანი და პოეტი არის და დღესდღეობით ძალიან იშვიათი არის რომ როგორც ესე იგი კარგი პოეტია და კარგი ავტორია, ასევე კარგი პიროვნება იყოს, ანუ პირდაპირ პროპორციული რო იყოს პიროვნება და ავტორი თავის თვისებებით და სიძლიერით ერთმანეთთან და აქედან მივესალმებით და ძალიან ბევრი კარგი ლექსია გიორგის და მომავალში დიდი სიხარულით ვიხილავდი აქ თუ ერთი ლექსი მაქვს თვითონ ნაკლი ესე ქვია და ამას წავიკითხარ. ვერ ვამზადებდი მოყავოსგან მიმინოებს და ვერ ვუშვებდი ძველი ფანჯრიდან. ვერც ატმის რტოებს უწყვეტდი ტოტებს, ვერც მარილ კვერებს მივირთმევდი სუბსარქისისას. ვერ მლიქნელობდი თუნდაც მაშინ იყოს საჭირო, ვერც ქაურ ხრიკებს მიმართავდი როცა მილხინდა, ვერც თანხებს თვლიდი თვიდან წლობამდე და სულ მიჭირდა დაშვებული ფარდის ტკივილი და სულ ტიროდინესტიანი რაფის ცრემლებით, რომელიც პატრონს ასე უღიმ გამოდებდა. ვერც მე
მერე, როცა ჭაღარებმა წლები მაახსენა, ვერც მაშინ, როცა ნაოჭებმაც დამიწერეს ისტორიები, ვერც ახლა, როცა სხეულში გაჩნდა მეტასტაზები, ვერ მომაბრუნეს, ვერ გადამწერეს ირონიებად, სარკაზმებად და სიკამჭრიახეთ, ეშმაკობად და როცა მიხარია, რომ მტკივა, როცა მიყვარს, როცა მწყის, რაც რომ სულს, ყველაფერი ისევ ამჩევს ბებერ სახეზე იხატება უცნაურ ორნამენტებად, თუმცა ყველასთვის ნათლად და გასაგებად, მხოლოდ ცრემლების ამოშრობა, გაუჩინმაჩინება და საკუთარი თავის დაცინვა ვისწავლეს ანიმუში. მომეწონა და მე ვფიქრობ, რომ შენიერ ჩანახატებს შექმნი. იქნება პოეტური პროზა, შესანიშნავი პოეტური პროზა, ესეთი ლაკონური და ლამაზი ხატსახეებით სავსე. ბრავო ნატალია. აკაკი გაბრიჯიძე კიდევ ერთხელ მოგესალმებით და კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდი ბატონო გიორგი, რომელიც დაუღალავად შრომობს რუდუნებით, ფუტკარივით, ასე ვთქვათ, სრუნავს ყველა კითხველამდე მიიტანოს ღირებული და ღირსეული სიტყვა, რომელსაც ის თავის გამოცემაში ამზეურებს და ეს არის ძალიან გულწრფელი და გულიანი ადამიანი და ნამდვილად დიდთან დიდი და პატარასთან პატარა. ძალიან ბევრი საინტერესო და ჭეშმარიტად ხელოვანი წარმოაჩინა თავისი ჟურნალი. ეს მან თავის არერთ საინტერესო ნომერში და წარმატებებს უსურვებ ყოველთვის. მადლობა თქვენ ბატონო ვაჟა, საინტერესოა. წამკითხე ერთი ლექსი და მე გიორგი მინდა ბალახაშვილის ლექსი წამკითხოს, რა კი არ არის გიორგი არ დავჩაგეროთ მე. აუცილებლად ძალიან კარგი იქნება. ყველა ჩეროსთან გჩემობ, ყოველ დილით ხარ ჩემი, ვეცადე გავაჩუმო უშენო განაჩენი. ყველა დუმილის სხვიდან, ყოველ სურვილის სღრამდე მე შენთან ყოფნას ვზიდავ, ლოდინს ფეხდავდევ. ყველა დათქმების შემდეგ ყოველ აგვისტოს ბოლოს მონატრებათა შედეგს დღეები დავატოლოთ. ყველა ამბორთან შეშლას, ყოველ შეშლასთან ამბოხს განსხვავებულად შევსვათ, წამი სულივით არ გთმობს. ყველა ჩეროსთან გჩემობ, ყოველ დილით ხარ ჩემი, ვეცდები გავაჩუმო უშენო განაჩენი. ბრავო, შენიერი ლირიკული ლექსი მოვისმინეთ. აკაკავიჩის და ეხლა გიორგი თხოვა ჩვენი. ზე გადავალ მე მინდა ჯუბერის ლექსი არ წავიკითხე. ერთ-ერთი ძალიან კარგი ლექსი აქვს. მე მეუწოს ყოველ შემთხვევაში მისი ლექსებიდან მეუღლეს უძღვნის ამ ლექსს. მე ესე კარგად მახსოვს იმ ნაცრისფერყლიანი წიგნი გამოვეცით ჯუბერ უთრთაშვილის და იმ წიგნის გამოცემის რედაქტორი ვიყავი რა. ძალიან კარგი ადამიანი იყო, ძალიან კარგი პოეტი იყო. კაი პოეტი იყო, ნამდვილად. პოეტი არის. ლიტერატურა და ხელოვნებაშიც ვეჭდავდი მის ლექსებს. კარგად ვცნობ. მეუღლეს ეძღვნება ეს ლექსი, ასე ვთქვათ. ბედმა გარგუნა უფულო ქმარი, იქნება გული ძალიან დაგწყდა. შენი ღირსება სწორედ ის არის, რომ სამგურავი ერთხელ არ დაგცდა. უღელი ისე ერთგულად სწიე, რომ არ დაუდე ქმარს წამით ტოლი. ბედნიერებას თუმც ვერ ეწიე, მაგრამ ხარ ნაღდი მეუღლე, ცოლი. ეშმა მოგიწყო დიდი გამოცდა, სიავეს მაინც არ დაემონე. მადლობა შენ და ამის გამოცდა, უფლის მცნებები რომ გაიგონე. თურმე რამხელა გული გქონია, გავიგე შვილის სიკვდილის შემდეგ. ხოლო ზღაპრად თუ გამიგონია შენ იმ სიმაღლე კვარცხლბელზე შესდეკ. მე თან ათერში ამყოფს ჯუმბერი და მისი შვილიც. წავიკითხოთ ახლა გიორგის შენ წაიკითხე ჯობია შენ ბალახაშვილი 13 გვერდზეა ბატონო. უნდა ყოფილიყო დღეს აქ კიდე არის დაბეჭდილი ჩვენი მეგობარი გიორგი პაპუაშვილის შესანიშნავი პიროვნება, ქორწილი დედოფლის წყაროში ეს პირველ არხზე მუშაობდა და ჩვენ იქიდან ვართ. ძალიან კარგი ადამიანი და კარგი შემოქმედი პროფესიონალი. ოტია მაგასთან ცხოვრობდა წლების განმავლობაში და ოტიაზეც ბევრი მოგონება აქვს. გიორგი ბალახაშვილის ლექსი მინდა წავიკითხო აბრაკადაბრა. მე მახსოვს შენი წითელი კაბა,
როგორც შეცვლილი პროფილის ფოტო. ჩუმად წამოხდა აბრაკადაბრა იმის იმედად რომ ღამით მოთოს. და მთელი ღამე საოცრად თოვდა და მთელი ღამე საოცრად ცრიდა. მე გიჯიუტად დარჩენას გთხოვდი და მთელი ღამე ხედავდი სიზმრად, ვიზეპირებდი შენს ბავშვურ ღიმილს, შენი თვალების უმანკო მზერას, როგორც მოგდებდით მოგავდი მდუმარე მიმებს, უფრთხილდებოდით სიტყვებსაც მჯერა მიყვარხარ, გიცდი, მომენდე, მოდი, მაკოცე დარჩი, წახვიდი არსად, შორს კი მოჩანდა სოხუმის პორტი. შორს კი მოჩანდა ქალაქი წყალზე და მთელი ღამე საოცრად თოვდა და მთელი ღამე საოცრად ცრიდა. მე გიჯიუტად დარჩენას გთხოვდი და მთელი ღამე ხედავდი სიზმრად. ეს იყო გიორგი ბალახაშვილი. სამწუხაროდ დღეს ვერ მოვიდა ჩვენთან გარკვეულ მიზეზთა გამო. ჩვენი გადაცემა ნელ-ნელა დასასრულს მიუახლოვდა. ჩემი დღევანდელი გადაცემა ჟურნალ ხორნაბუჯის 2025 წლის პირველ ნომერს ეძღვნებოდა. მისი მთავარი რედაქტორი ბატონი გიორგი ნატროშვილი იყო ჩემი სტუმარი და ამ ჟურნალის ორი შესანიშნავი ასევე ავტორი, ორი პოეტი, ნატალია ბენტრიშვილი და აკაკი გაბრიჯიძე, მათი პოეზია და სხვა შთა შემოქმედებას წარმოადგენთ. მე ვაჟა ოთარაშვილი მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის კარგად ბრძანდებოდეთ ჩემო ქართველებო.